მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნოთ გიორგი წამალაძე, აბა როგორ ხართ? დღეს მეგობრებო, მოკლედ ჩვენ გადავიღებთ ტყეში ურჩხულის ვიდეოს მესამე ეპიზოდი. კაი, ახლა წავიდეთ მოკლედ. იქიდან რაღაც ზარისხმები მესმოდა და რავი, აბა რა არის ნახოთ. რაღაცა ზარისხმები ისმოდა დილას და რავი. აბა წავიდეთ. აქ რაღაც გადასასვლელია. მეც არა ვთქვი, მეთქი რა ზარისხმებია, ვინმე ხო არ ცხოვრობს ეგ თქო. წავიდეთ. აქ ესეთი გადასასვლელია, ვახ. საშიში გადასასვლელია ცოტა. ვახ! თხილად. გზა არის გაყვანილი, ვა. აბა გავყვეთ, ძროხები, ძროხებია. სოფელში ვარ. რა მაგარი სოფელია. მეც არა ვთქვი, მეთქი ზარისხმები რატოა თქო. კაი, მოდი კენკრას დავკრიფავ, კენკრა მეც ძალიან მიყვარს. კარგი, აუ კენკრა ძალიან მიყვარს ჭამხოლმე. просто ეხლა ტყეში ვერსად ვერ ვიპოვე და აი აქ იქნება კენკრა. ხო და მოკლედ დავკრიფოთ ეს კენკრა და ხალხთან მივიდეთ. ვახ. შამის ამ კენკრა მომკლეს რა არის. კარგი, ოპა. აქ ესეთ სახლი არის. გამარჯობა, ისა რა ქვია. გამარჯობა გორემო. გამარჯობა გაძორაგდებოთ. არაფერი, просто ახლოს დაბანაკებული ვარ აქ და ისა რა ქვია. მოვედი რა просто აქ. ხო, კარგი, რამეც უცხო არ ხედავ ხოლმე. არა? ხო და მოკლედ არაფერი არ დამინახავს. რაღაც სუდი. აი მეგობრებო, აი აქედან იყო ზარი. ზარისხმები რო ისმოდა. ვაიმე დამაღამდა, ეხა მეშინია სახში წასვლა. ტურები არ იყოს და რამე, აუ. რა ვქნა, მაგარი მეშინია. რო ვთხოვ დარჩენა. აი ვთხოვ, აბა. მაგრამ რანაირი სოფელია, ვეც ჩახტევი ვერაფერი რა არის ეს. ვახ რა. ვახ, წყალში ჩამოვხდი. უკაცრავად ვინმეს ადგილი ხო არა აქვს, რა ქვია, სახში მეშინია წასვლა, ტურები არ შემხვდეს რაღაცა და რო დარჩე შეიძლება. გიშვილა თუ კიდე აქ დარჩი. კაი, ამ სახლს დავრჩები ცოტა ხანი მაშინ. ერთი დღე. მაინც მეშინია ტურები ან რამე. არა, კაი სახლია. კარგი, დავიძინებ. ხო, რატო არ ვიძინებ? რა ხდება? არაფერი რაღაცა. აი დავიძინებ ახლა. ტიკ. ვაიმე ზარისხმა. ანუ გაღვიძებით როა. კარგი, მაშინ წავედით მოკლედ სახში. მადლობა პატრონს, რომ დამტოვა აქ. წავედი ახლა მოკლედ სახში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა პატრონს, არ ვიცი და აბარ მადლობა რა ეხა გავუდგები რა სახშეს რა არის ძმა. კარგი, წავედით მოკლედ ახლა სახში. მედია ის ურჩხული აღარ იქნება სადმე. კარგი, ესეც ასე სახში მოვედი. სოფელს მალე ბოლოს მოვუღებ. ყველა გაიგებს, მე რა მორჩხოლე ვარ. რა? ვაიმე?
ეს ხوار მესიზმრება ძმა ღადაოთ. ოიმე. კარგი იმედია მომესმა, ეხა გავალ რასადმე. კარგი მოკლედ ეხა. ალბათ მომესმა ხო რა, ჩემი აზრით. მომესმა, მარა, კაი. წავალ ეხა მოკლედ მაღაზიაში რა. ცოტა მომშივდა და იქნებ მაჩუქოს კიდე. წავედით მაღაზიაში. ლა აუ რა შორსა მაღაზია კიდე. გონი აქეთ უნდა იყოს ხო? აბა გავუყოთ გზას, იმედი არ დავიკარგები რავი აქვე. აქეთ წავედი წინაზე და აი აქ მაღაზია. ხო და მივიღოთ და იქნებ მივიდე და იქნებ გვაჩუქოს რამე. გამარჯობა, კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობა, რა გნებავს? შენ ისანა ხა? ხო და შეიძლება კოკა-კოლა რომ აჩუქოთ. თხოვა გაზიანი ძალიან მინდა. აი მე ბიჭო აღარაფერი არ მაქვს, მაგრამ აი ხო აიღენა. ოღონდ მე აღარ თხოვ, უკვე დავიღალე რა, ჩუქება არ შემინია რა. კარგი. ეს ახო კოკა-კოლა აწერიო. კარგი, აბა ნახონდის წავედი მე. კარგი. აბა შედა აბა ხო, აი აქაც ყოფილა კენკრა. კაი გადავკრად ერთი. რა კარგი იყო, აუ დამიბრუნდა ძველი კოკა-კოლის გემო. შეტევის დროა. შეტევის? რა შეტევის? წავედი სოფელში და ყველა მოკლა. ვაიმე, გონი კიდე მომესმა რაღაცას რა არის ვახ. მოკლედ ახლა წავიდეთ რა და სახში ვიყოთ რა ცოტა ხანი დავჯდები კოცონთან თან ცივა ცოტა. კი ცივა, კაროჩე რა და წავიდეთ კოცონთან კიდე მოკლედ. კარგი მოკლედ წავედი. თან დავისვენებ ცოტა. წავედით. რამდენი ფოთოლი ერთი. პატრონი აღარ ეყავს. აუ რა კარგია რაღაცა. ისურჩხული აღარ გამოჩენილა, მგონი აღარ არის. კარგი დავჯერთ ცეცხლთან, თორე ძალიან შემცივდა. ცივა, ჩემო კოცონო მოდივარ. დავჯერთ. მისვალა, ორო, გადიოგედან. ეს თან დავინდა. მე შევაჯერებე. დაიბოლეთ ხალხო. მოდით. რა ყვირილის ხმებია სოფელში ძმა? ვაიმე, უნდა გადავიდე ერთი ნახო რა ხდება. ეს იყო მეგობრებო მოკლედ ტყეში ურჩხული. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში გადავალთ იმაში სოფელში და ვნახოთ რა მოხდება. რაღაც ყვირილის ხმები მესმის და რა ვიცი. იმედი ურჩხულმა ყველა არ მოკლა. თან ვაფშე სიზმარი ხო არა. კარგი, ვახეს ვინა. კარგი მეგობრებო, გემშვიდობები. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და სოფელში გადავალ შემდეგ ეპიზოდში. იმედი ყველა კარგათაა.